მთავარ მტერს არ დავუთმოთ ჩვენი სახლები, ოჯახები და შვილების მომავალი. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მფარველი და ჩვენი შემწე ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. და საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადების პარალელურად მემატყობინებენ სენსაციურ ინფორმაციას. ნოღაიდელის პრესსამსახური ავრცელებს ამ სენსაციურ ინფორმაციას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია. ამ წუთისათვის ჩვენთვის შეუძლებელია დავადასტუროთ ან უარყოთ ეს ინფორმაცია, რადგან პრეზიდენტის ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებულია. თუმცა პრეზიდენტის გარემოცვა მიატაქვეშეთიდან გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც მანანა მანჯგალაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი უნებელია და განაგრძობს საქართველოს დაცვის ხელმძღვანელობას. პრეზიდენტის განცხადების გავრცელების შემდეგ თბილისის სამხედრო კომისარიატმა ეს ინფორმაცია ეხლა გახდა ცნობილი, დაიწყეს იარაღის გაცემა მოხალისეებზე რუსულ არმიასთან. პირველი შეტაკებები დაიწყო მცხეთის მისადგომებთან, როგორც მემატყობინებენ პოზიციური სროლებია რუსთავი თბილისის ტრასის მონაკვეთზეც. ჰოსპიტალებმა დაიწყეს პირველი აჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების შეება. სახალხო მთავრობისა და ნოღაიდელის პრესსამსახური კი ავრცელებს ინფორმაციას, როგორც გითხარით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლულია, თუმცა იატაკქვეშეთში მოქმედი საქართველოს წინააღმდეგობის შტაბი ამ ინფორმაციას უარყოფს და მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის ბოლო ინფორმაცია ამ წუთისათვის, რაც შეგვიძლია გადმოგცეთ. თბილისზე, როგორც ხედავთ, ტოტალური შეტევა ხორციელდება, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს მთელი მსოფლიო მუნდიალის გახსნა ზეიმობს და მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, თუმცა შევძლებთ თუ არა ეთერში გასვლა, ამის თქმა ძალზედ გვიჭირს. მაშასე ეს იყო მომავლის ქრონიკის იმიტაცია. მაყურებელს, რომელიც მოგვიანებით შემოგიერთა ბეტყვი, რომ საბედნიეროდ ეს არ არის დღევანდელი დღის რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში. იმედის მაყურებელმა ნახა საქართველოს ყველაზე ცუდი მომავლის ქრონიკა, რომელიც სპეციალური რეპორტაჟი